ახლა ჩვენ შევეხებით საკითხს, რომელიც უკავშირდება პერიოდიზაციას. ანუ ჩვენ გვაინტერესებს რა პერიოდს მოიცავს მოდერნიზმი. და შეგვიძლია თუ არა საერთოდ, ასე ვთქვათ, წლების მიხედვით გამოვყოთ და მოვახდინოთ მოდერნიზმის პერიოდიზაცია. პერიოდიზაციის თვალსაზრისით არსებობს ისევ და ისევ სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული აზრის მიხედვით მოდერნიზმი შეესაბამება პერიოდს, რომელიც 1890 წლიდან 1930 წლებამდე გრძელდება. ანუ ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რაც შეეხება ანგლო-ამერიკულ სივრცეს, აქ კრიტიკოსები მოდერნიზმის ყველაზე უფრო კულმინაციურ წერტილად, ანუ მოდერნიზმის აპოგეად მიიჩნევენ 1910-1925 წლებს. რაც შეეხება 1922 წელს, ეს არის თარიღი, რომელიც დასამახსოვრებელია და კრიტიკოსების მიხედვით ეს არის საკვანძო თარიღი იმ უმნიშვნელოვანესი ნაწარმოების გამოცემის გამო, რომელიც არის ჯოისის ულისე. და აგრეთვე ამ პერიოდში გამოდის ვირჯინია ვულფის ნაწარმოები, გამოდის აგრეთვე ელიოტის ლექსი The Wasteland, გამოდის აგრეთვე კეტრინ მენსფილდის ნოველების კრებული The Garden Party. ანუ ფაქტიურად ანგლო-ამერიკულ სივრცეში 1922 წელი ეს არის საკვანძო თარიღი და ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი თარიღი. სხვა კრიტიკოსების აზრით მოდერნიზმის ასე ვთქვათ აპოგეად მიჩნეული არის უფრო ადრინდელი პერიოდი, ანუ ეს არის პირველ მსოფლიო ომამდელი წლები. და აგრეთვე უნდა ისიც აღინიშნოს, რომ აპოგეის პერიოდად პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ეტაპის დასახელება უფრო მეტად დაკავშირებული არის ბრიტანულ მოდერნიზმთან და არა ევროპულ მოდერნიზმთან. ანუ ევროპული მოდერნიზმი უფრო მეტად მე-20 საუკუნის პირველ წლებს, ანუ პირველი მსოფლიოს ომამდე წლებს იღებს. რადგან ასე ვთქვათ, დაკავშირებული არის ეს სხვაობა, აგრეთვე გამოიხატება, ანუ ეს დროში განსხვავება ევროპულ და ვთქვათ ბრიტანულ მოდერნისტთან მიმართებაში გამოიხატება აგრეთვე განსაკუთრებით ფერწერაშიც და ქანდაკებაში. 1910 წელი ეს არის კიდევ ერთი მთავარი თარიღი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ბრიტანეთში მოდერნიზმის განვითარების თვალსაზრისით და თუმცა ამ პერიოდამდე, ვთქვათ 1910 წლამდე ევროპაში ეს მიმდინარეობა პრინციპში უკვე გავრცელებული არის და ფაქტიურად უკვე გავრცელებული არის 1890-იანი წლებიდან, ანუ ფაქტიურად უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან. 1910 წელი წარმოადგენს, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბრიტანული მოდერნიზმისთვის, იმიტომ რომ ის წარმოადგენს, ასე ვთქვათ, პატარა სკანდალთან არის თუ დაკავშირებული, რომელიც დაკავშირებული არის ლონდონში გამართულ პოსტიმპრესიონისტების პირველ გამოფენასთან და ამ პირველ პოსტიმპრესიონისტების პირველ გამოფენაზე გამოფენილი იყო სეზანის, ვან გოგის და გოგენის ტილოები. და ეს გამოფენა ორგანიზებული იყო ხელოვნების კრიტიკოსების და მხატვრების როჯერ ფრაის და კლიფ ბელის მიერ, რომლებიც ბრიტანელებს თავაზობენ ფაქტიურად პირველ კონტაქტს მოდერნულ ხელოვნებასთან. და რაც შეეხება მოდერნიზმის დასასრულს,
ამ თვალსაზრისით შემოთავაზებული არის 1930 ან კიდევ 1950 წლები. დასასრული განისაზღვრება ნეორეალიზმის ან პოსტმოდერნიზმის დაწყებით. ანუ ეს არის ისევ და ისევ საკამათო წლები, ვინაიდან აქ ისევ განსხვავებული აზრი არსებობს, განსხვავებული მოსაზრება არსებობს ლიტერატურის და ხელოვნების კრიტიკოსებს შორის. 1939 წელი ხშირად არის დასახელებული, რადგან ამ დროს, სწორედ ამ წელს ხდება გამოცემა ჯოისის ფინეგანის სამძიმარის, რომელიც ითვლება, რომ ასე ვთქვათ, ეს არის ნაწარმოები, რომელიც მიჩნეულია, რომ მასში მოდერნისტული ექსპერიმენტი კულმინაციურ წერტილს აღწევს. და აგრეთვე ეს წელი არის მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. თუმცა 1930 წლების დასაწყისიდან ისეთი მწერლები, როგორებიც არიან მაგალითად ჯორჯ ორველი ან კიდევ გრაჰამ გრინი, ისინი სცილდებიან მოდერნიზმს, რათა მიმართონ თავიანთ ნაწარმოებებში უფრო მეტად ანგაჟირებულ ფაქტიურად ახალ რეალიზმს. ანუ აქ ისევ და ისევ ხედავთ, რომ პერიოდიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მოდერნიზმი ჩვენი ლექციის შემდეგი ნაწილია მოდერნიზმი ლიტერატურის ისტორიაში და მოდერნიზმი, რომელიც ახდენს რეალიზმთან გათიშვას. მოდერნიზმი უკავშირდება რეალობის და ხელოვნების ახალ აღქმას, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. ანუ აქ ხდება როგორც რეალობის ახალი აღქმა, ასევე ხდება საერთოდ ხელოვნების კონცეფციის ახლებური რეპრეზენტაცია. და პირველ რიგში ეს არის დაკავშირებული მიმეზისის უარყოფასთან, ანუ იმ კონცეფციასთან, რომლის მიხედვითაც ხელოვნების ფუნქცია არის რეალობის მიბაძვა. ანუ მიმეზისი ეს არის ერთ-ერთი ის კონცეფცია, რომელსაც ეხმარებიან რეალისტი მხატვრები და მწერლები, ანუ რაც ნიშნავს, ასე ვთქვათ, რომელიც ეფუძნება იმ თვალსაზრისს, რომ ხელოვნების ფუნქცია ეს არის რეალობის მიბაძვა. და რა თქმა უნდა, ეს კონცეფცია აბსოლუტურად უკუგდებული არის მოდერნისტების მიერ. მოდერნისტული რომანი მე-19 საუკუნის რეალისტურ რომანთან აბსოლუტურ გათიშვას მოიაზრებს და ანუ იმ რეალიზმთან, იმ რეალობასთან, როგორიც ის არის წარმოდგენილი მაგალითად ბალზაკთან, ან კიდევ დიკენსთან, ჯორჯ ელიოტთან, ან კიდევ ელიზაბეთ გასკელთან. მიმეზისის უარყოფას ვხვდებით აგრეთვე ვიზუალურ ხელოვნებაში და კერძოდ აბსტრაქციონიზმის მიმდინარეობაში. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითად ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან კანდინსკი, რობერტ სონია დელონი, კუპკა, მალევიჩი და ასე შემდეგ. ახლა აქ თქვენ ხედავთ ეკრანზე რამდენიმე ნახატი არის წარმოდგენილი. ეს არის კანდინსკის ნახატები, რომელიც აბსტრაქციონისტი მხატვარია და შემდეგ უკვე რაც შეეხება თვითონ ამ ნახატებს, უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამ ნახატების შესახებ უკვე ლექციების დროს, ეს უბრალოდ რომ ასე ვთქვათ წარმოდგენა შეგექმნათ. იმ
მღელვარებებს, რომლებიც საზოგადოების ყველა ასპექტს ეხება, თუ ვთქვათ, შევხედავთ დიდ ბრიტანეთს, ეს არის ბრიტანულ იმპერიასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს არის აგრეთვე ქალების მდგომარეობასთან დაკავშირებული, ქალის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები, ცხოვრების წესჩვეულებებთან დაკავშირებული პრობლემები, ანუ აი ეს სხვადასხვა მღელვარება, აი ყველაფერი აი სხვადასხვა მღელვარებას მოყვება, რა თქმა უნდა, აზროვნების ახალი მანერა. და ეს უკანასკნელი, ანუ ეს აზროვნების ახალი მანერა იღება შემეცნების ყველა სფეროს და როგორც ამას აღნიშნავს მალკომ ბრედბერი, ბევრი კრიტიკოსი საუბრობს ეპისტემოლოგიურ კრიზისზე. მე-19 ასე ვთქვათ, მაგალითად თუ ვთქვათ ჩვენ ვისაუბრებთ ისევ და ისევ დიდ ბრიტანეთის მაგალითს მოვიტანთ, ვიქტორიანული ეპოქის მრწამსი ადგილს უთმობს რელატივიზმს და სკეპტიციზმს. მაშინ, როდესაც ქვეცნობიერის შესახებ ფროიდის აღმოჩენები აბსოლუტურად არასტაბილურს და ილუზიურს ხდის, ასე ვთქვათ, ფიქსირებული მეს იდეას. მე-19 საუკუნის რეალისტი ავტორების საპირისპიროდ მოდერნისტების მსოფლიოს ხედვა გაშღენთილი არის ურჭოფობით, ბუნდოვანებით და აგრეთვე პარადოქსებით. ეხლა ჩვენ გადავალთ, ასე ვთქვათ, პოსტმოდერნიზმზე, ანუ შევეცდებით მოკლე მონახაზი გავაკეთოთ, ისევ და ისევ თუ რაში მდგომარეობს მოდერნიზმის განსხვავება პოსტმოდერნიზმთან მიმართებაში. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ურთიერთდამოკიდებულება რეალიზმს, მოდერნიზმს და პოსტმოდერნიზმს შორის, საინტერესო იქნებოდა შევხედოთ სხვადასხვა მიმდინარეობის დამოკიდებულებას ენის მიმართ, იმიტომ რომ ენის მიმართ დამოკიდებულება ეს არის ერთ-ერთი ის საკვანძო საკითხი, რომელსაც ეფუძნება შემდეგ უკვე თვითონ მიმდინარეობის თვალთახედვა. და რატომ ვახსენებთ რეალიზმს? იმიტომ რომ მოდერნიზმის, ასე ვთქვათ, არსის გაგება შეუძლებელი არის რეალიზმის გარეშე, ისევე როგორც პოსტმოდერნიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული თავის მხრივ მოდერნიზმთან. როგორც ხაზს უსვავს ამას პიტერ ჩაილდი, რეალისტი ავტორებისთვის ენა წარმოადგენს საშუალებას, ანუ წარმოადგენს საშუალებას იმისთვის, რომ აღწეროს სამყარო. ანუ ენა ეს არის ის, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სამყაროს აღწერა, სამყაროს წარმოჩენა, სამყაროს გაგება. და მაგალითად თუ ავიღებთ სტენდალის მაგალითს, ის რომანს განმარტავს როგორც სარკეს, რომელსაც გავატარებთ ხოლმე, ასე ვთქვათ, გზის გასწვრივ. ანუ სარკეს იმ თვალსაზრისით, რომელიც აირეკლავს გზას, ანუ ფაქტიურად თუ რომანი წარმოადგენს სარკეს, ეს ნიშნავს, რომ რომანი შესაბამისად წარმოადგენს რეალიზმის, რეალურის ანარეკლს. ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, რეალისტური ხედვა. ხლა პოსტმოდერნისტი ავტორისთვის ეს არის საინტერესო მომენტი, რომ ენა არ წარმოადგენს რეალობას, არამედ ამ რეალობის კონსტრუქციას, ამ რეალობის კონსტრუირებას ახდენს და თავად ქმნის ამ რეალობას. ანუ ფაქტიურად ენა ეს არ არის რეალობა, არამედ პოსტმოდერნი ავტორი თვითონ ახდენს რეალობის კონსტრუირებას და თავად ქმნის რეალობას. ანუ ეს არის ერთ-ერთი ის მომენტი, რომელიც შეგვეძლია დავიმახსოვროთ როგორც პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი მახასიათებელი.